რუსთავში ბუნებრივი აირის ტარიფს აპროტესტებენ. 45,000 აბონენტი ზამთრის თვეებში გადასახადის ქვითრებზე დამატებითი დარიცხული თანხით აუკმაყოფილო. ეგრეთ წოდებული ტემპერატურული კოეფიციენტების გადასახადთან დაკავშირებულ პრეტენზიებს სოკარ ჯორჯიამ და სემეკმა უკვე უპასუხეს. აი ქვითარზე მინიშნებული არის ტემპერატურული კოეფიციენტი და იქვე აქვს მინიშნება ლარი და 40 და აი რას ვიხდით რა თქმა უნდა, მაგრამ რას ვიხდით დღემდე არ ვიცით. რუსთაველებს ზამთრის პერიოდში მრიცხველზე დაფიქსირებული გაზის გადასახადის გარდა დამატებით ეგრეთ წოდებული ტემპერატურის კოეფიციენტის გადახდაც უწევთ. ვინც უფრო მეტ ბუნებრივ აირს მოიხმარს კოეფიციენტის თანხად შესაბამისად უფრო მეტი ერიცხება. რესპონდენტი გვიყვება, რომ მისი ზოგიერთი მეზობლის მსგავსი დამატებითი გადასახადი ზოგჯერ 10 ლარსაც სცდება. ხშირად უკითხავთ ახლა როგორც კორპუსის თავმჯდომარესთვის, რომ რა ხდება, რა არის ეს ტემპერატურული კოეფიციენტი, რომელიც ქვითარზეა მინიშნებული. ჩვენთან მაგალითად ლარი და 40 არის, შეიძლება სხვასთან უფრო მეტიც იყოს და მართლაც ხშირად გვიკითხავს ამის შესახებ, იმიტომ რომ გაგვიგია, რომ არ არის თითქოს სხვაგან ასეთი დანამატი სხვა ქალაქში და სხვა რაიონში და მართლა საინტერესო იქნებოდა ეს გარკვეულიყო. რუსთავს ბუნებრივი აირით სოკარ ჯორჯიაგაზი ამარაგებს. კომპანიის დირექტორის მოადგილე ამბობს, რომ ეგრეთ წოდებული ტემპერატურის შემასწორებელი კოეფიციენტი ზამთრის პერიოდში ითვლება. მაშინ როცა გაზი იკუმშება და გახარჯული გაზის ზუსტ მოცულობას თერმოკორექტორის არ მქონე ძველი მრიცხველები ვერ ასახავენ. რუსთავში ასეთ გადასახადს კომპანიის მონაცემებით 45,000 აბონენტი იხდის. ყველა მრიცხველის პასპორტში, რომელსაც არ აქვს ჩაშენებული თერმოკორექტორი, ხო უწერია, რომ ამ მრიცხველის ჩვენება უნდა შესწორდეს გაზის ტემპერატურის შესაბამისად. ჩვენ ოფიციალურ მონაცემებს ვიღებთ ტემპერატურის შესახებ იმ რაიონებში, სადაც გაზს ვაცდით და იმ ტემპერატურების მიხედვით ხდება გადათვლა ამ კოეფიციენტის და მერე დარიცხვა აბონენტზე. ჩვენ ვცდილობთ, რაც შეიძლება სწრაფად შევცვალოთ მრიცხველები, ხო, რომ ესეთი სადავო საკითხები აღარ იყოს. სადავო საკითხზე სოკარ ჯორჯიაგაზის მენეჯმენტში სამართლებრივ არგუმენტად სემეკის ნებართვა მოყავთ. მათი თქმით, ტემპერატურის კოეფიციენტის გამოყენება მარეგულირებლის მიერ გაცემული ნებართვის საფუძველზე ხდება. სემეკში ერწმუნებიან, რომ გამოთვლის ეს მეთოდი აკრძალულია, თუმცა არ უარყოფენ, რომ თანხმობას კომისია გარკვეულ შემთხვევებში მაინც გასცემს. ამ კოეფიციენტის გამოყენება კომისიის მიერ დადგენილი წესებით არის აკრძალული. ცალკეულ შემთხვევებში კომისიას ჰქონდა პრაქტიკაში, რომ რამდენიმე შეუძლია შეიძლება ითქვას, ესეთი თანხმობა გაცემული იყო. თემის დეტალებში ჩახედულ სპეციალისტებს კამერებთან გამოჩენა არ სურთ, თუმცა პირად საუბრებში ეჭქვეშ აყენებენ კოეფიციენტის გამოთვლის სამართლიანობას და დარიცხული გადასახადის სიზუსტეს. პოლიტიკოსებიდან საკითხი შეისწავლეს ქრისტიან დემოკრატებმა. ლევან ვეფხვაძის თქმით, კითხვის ნიშნებს თავად ის ფაქტი აჩენს, თუ რატომ მოქმედებს სხვადასხვა ქალაქში ტარიფის გადახდის წესები განსხვავებულად და რატომ არის ეს საკითხი დამოკიდებული კონკრეტული კომპანიის ნებაზე. რუსთავში და გორში იყო ერთი კომპანია, სოკარს ჰქონდა მაგალითად ხაშური. რუსთავში ამ კომპანიამ დააწესა ეს ტექნიკური კუმშვის კოეფიციენტი, სოკარს ხაშურში არ ჰქონდა. შევიდა სოკარი რუსთავში, მაგრამ შეინარჩუნა ეს კოეფიციენტი, მაშინ როცა ხაშურში მას არ აქვს ეს კოეფიციენტი. თავის დროზე მარეგულირებელ კომისიამ, როცა ეს უფლება მისცა და ფაში ზამთრის ეს თქვა ტექნიკური კუმშვის კოეფიციენტი შეატანინა, მაშინ უნდა ეკითხა, კაცო, შენ ის კომპანია რა ხარ და რო ითხოვს, სხვა კომპანია რატო არ ითხოვს? არ მით უმეტეს ეხლა, როდესაც არ უნდა კითხონ სოკარს, როცა ხაშურში არ აქვს და რუსთავში შეინარჩუნა ეს კოეფიციენტი, რატო ინარჩუნებს? ეს არის სამშობლო თემა, ეს არის სამუშაო თემა და ჩვენ ამ თემებით დაკავებული ვართ. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ რუსთავის მერიაც, მაჟორიტარიც, რომ მაქსიმალურად კომფორტული გავხადოთ რუსთავის მოქალაქეების მდგომარეობა, თუმცა უნდა გითხრათ, რომ რუსთავში წყალმომარაგებისა და გაზმომარაგების სერიოზული პრობლემები გვაქვს. უცნობია გაუქმდება თუ არა ბუნებრივი აირის გადასახადის არსებული წესი მომავალ ზამთარს მაინც. რუსთავი ერთადერთი ქალაქი არ არის. სოკარ ჯორჯიაგაზის მონაცემებით ტემპერატურის კოეფიციენტის გამოყენება კიდევ 9 რაიონში მოქმედებს.